უბრალოდ მე ის მიმართება რომ დღეს მოკლა დედა ან გუშინ მოკლა დედა და ეს არაფერ შუაში როდის მოკლა ეგ მგონია დეპეშას ამბობი უბრალოდ რომ დეპეშა იქ რო წერია იქ არავინ არ უთითებს როდის მოკლა დედა და ეს გაუგებრობა დღეს მოკლა თუ გუშინ მოკლა მე მგონია რომ მაგას მიმართება რომ დეპეშაში მე არ შემოტყობინეს როდის მოკლა და ამავდროულად იდეაში როდის მოკლა მართლა რა მნიშვნელობა აქვს როდესაც ვიცი როდის დაასაფლავებენ მას ანუ მე აქ მნიშვნელოვანი ის მგონია რომ უბრალოდ აქ კამი უგვეუბნება რომ რაღაც მერსოს სამყაროში არის რაღაც კანონზომიერება, რაღაც მიზეშედეგობრივი კავშირები, რაღაცა მომხდარი მოვლენიდან დასაფლავებამდე და აქ მნიშვნელოვანია არსებული მოვლენა, ან მომავალი მოვლენა, რომელიც უნდა მოვიდეს და არა წარსულში მომხდარი რაღაც ფაქტები რა. ანუ მე მგონია რომ აქ კამი ეგეთ რაღაც საკეთებს, რომ ოკეი, შეხედე დღეს ხარ და ხვალ ხარ. გუშინდელი და მაგამდელი ამბები აღარ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ კანონზომიერებას ჩამოჭრილია. შეიძლება მაგას აკეთებდეს ან ეგეც. ანუ შენ დასახის კანონზომიერებას ხედავ ამ პირველ აბზაცზე დაყრდნობით. მშრალი ან დეპეშა რაც არის, ეგ არის ჩემი აზრით კანონზომიერება სამყაროში. ეგ არის მშრალი და მომავალზე ორიენტირებული. ანუ რაღაც კი შეიძლება ჩვენ სოციუმში რაღაც მომხდარიყო, მაგრამ მე გუშინ მოხდა თუ გუშინ წინ მოხდა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არის ესე და ხვალ რაღაცას ვიზავთ. აი ამას ვაკეთებთ. მორჩა მარტივად რაღაც გაწერილია ეგრე რა. ხო ეს ტექსტი ხო ძალიან მშრალია რეალურად დეპეშას რო წერს, შენც თქვი რომ ძალიან მშრალია რა. არაფერს არ გეუბნება, უბრალოდ რომ დედა შენი მოკვდა, დედა თქვენი მოკვდა და დასაფლავება ხვალ არის და ანუ ზილობის ფარგლებში გისამძიმნებთ რა.